ჯეირანი. ვაუ, იმენა. ავტომატები გამოიღეს. დრაკონი ვინ გაავიძა? შოთა რუსთაველი თუ ემინემ? როგორ ხარ? ნორმალურად ჩემო. საკაიფ, ჩარა უფრო სწორედ ძალიან კარგი. ეგრე რომ ამბობ უკეთესია, მე უფრო კარგად ხარ. ჯეირანი. რისი გაშენია. რისი მაშინია და ტყუილად დაკარგული დროში. მე მეშინია დიდი გემების. აი დიდ გემთან ქვევით რო დგავარ და ძალიან პატარა რო ვარ. რატომ მეშინია ვეშაპების? რა ვიცი, ეგეთი რაღაც კონკრეტული მიზეზი არ მაქვს იმისი რატოც მეშინია. ალბათ რაღაცა ძალიან პატარაც და სუსტად რო უგრძნობ რაღაცასთან თავს, ალბათ ეგ არ მიყვარს და მაგიტომ. თქვენი ყველაზე ბინძური ლაინი რაც დაგიწერია. ლაინი? მოსკოვსთან. მე ვიცი. მე შენსაც გეტყვი თქო. რაღაცა ბინძური არის ახლა. რასი ბინძურია? საკალიშვილის სისხლიანი მაშინ შევდივარ და ეგ ლაინია, მაგრამ აბა მაიკლას კითხეთ ყველაზე ბინძურია. ეს კიდე ბრელოკი ვიცი და რაღაც. ეგ არა ბინძურია გადაობა. მაგრამ ბრელოკზე დაგდევახსენ. ჩემთვის ანუ ეგეთი რაღაცები უფრო ბინძური რა, ანუ აი მაგარი პანჩლაინი როა და მწარე როა, ეგ დიდად ბინძურად არ არის. ანუ ეგ არის ბინძური. ხო, ერთი ლაინი. დრაკონი ვინ გაავიძა? ხშირად ხდება ხოლმე ეს კითხვა და ვიცი მე არა ნიკი ანუ ეგ რეალურად ნიკის წინააღმდეგ იყო რა და ნიკიმ გააღვიძა რა ნიკი შემოიჭრა როგორც არგონავტი და დრაკონი კოლხიკოსი საწმისის მცველი გააღვიძა რატომ წააგებს შენი ოპონენტი იმიტომ თუ წააგებს კაროჩე ჩემი ოპონენტი ამ შემთხვევაში შენ იმიტომ წააგებ რომ მოვიქნები ძალიან კარგი თუ მოვიქნები ძალიან ცუდი რატომ მოიგებ იმიტომ რომ რუსია გაიჩნდება იმიტომ რომ flow-თან ზვაკაც იმენა შენ ზვაკაც რა კომენტარები დაიწერა ბიჭო იმენა გაიწერების რა გაძლევს მოტივაციას მაძლევს კი არა და მაძლევენ ჩემი ახლო ადამიანები ჩემი ნათქვამი სიტყვები იმ ახლო ადამიანებისთვის რომ მე ტყუილად არ ვაკეთებ ამ ყველაფერს და აუცილებლად რაღაცას შევცვლი ამით ჩემს ცხოვრებაში და ალბათ ჩემი ოცნებები რა იმიტომ რომ რაღაცას რო ვაკეთებ ჩემი აზრით ბოლომდე უნდა გააკეთო რა ვიღაცას რომ მიყვები ბოლომდე უნდა მიყვე ვიღაცა თუ გიყვარს ბოლომდე უნდა გიყვარდეს და ასე შემდეგ რა ყველაფერი ბოლომდე უნდა გააკეთო ალბათ ეგ მაძლევს მოტივაციას რა ნამდვილად. ანალოგიურს უპასუხებდი მეც რა. ჩემი ახლოს ყოფი ადამიანები, პირველ რიგში ჩემი ოჯახი, დედა ჩემი ძმა, ჩემი დები, ჩემი შეყვარებული. ძალიან დიდი მოტივაცია არის თითოეული მათგანი ჩემთვის რა. ძალიან ხშირად დამხმარებიან ისეთ მომენტებში, როცა საერთოდ არაფერი არ მინდოდა, საერთოდ არაფერს კეთება არ მინდოდა და მოუკიდიათ ჩემთვის ხელი და აი ეს ხო არის შენი ოცნება ადექი და ამოცნებას მიყევი რა. მეგენი ეგ მაძლევს ხო ჩემი ოცნებები მაძლევს მოტივაციას რომელიც შეიძლება რეალობად იქცეს და მინდა და ვიცი რომ აქცევ რეალობად რაღაც დონეზე მაინც და რა თქმა უნდა ჩემი ახლოს ყოფი და ჩემთვის საყვარელი ადამიანები ოჯახი პირველ რიგში აუცილებლად რაზე ფიქრობ ძილის წინ რაუნდზე რომელიც დასამთავრებელი
რა შეცვალა შენში ბეთლმა ჩემში ბეთლმა შეცვალა ერთი რაღაცა რაზეც თან მისწორდება რომ შეცვალა ჩემში რა თან რაღაცნაირად აი თქვენი მომეთყონა რა ამით რომ კაროჩე როცა ვწერ ტრეკს ის მუღამი მაქვს რომ ერთი take-it ჩავწერო მთლიანად აი ის მუღამი მაქვს რომ აი მიკროსთან რო ვდგები თავიდან და ბოლომდე უნდა ვიბაზრო ისე როგორც არის დაწერილი ალბომი სტუდიური რეპერი ხო და მე უკვე დაბლები და ირები და ასე შემდეგ რა აი დამიტოვა რომ აი ერთი take-it უნდა ვიბაზრო ტრეკი ანუ არ შემიძლია რომ მაგალითად ნახევარი ჩავწერო მე გავაგრძელო და ასე ანუ არ მაქვს მუღამი ეგრე და ჩავწერო არ ვიცი ცუდი ჩვევაა თან კიდე ენა დავამუღამე უფრო შოთა რუსთაველი თუ ემინემი ჭრანა ირიქ შევიდო არა შეიძლება ამ ყველაფერზე მსჯელობა რა შოთა რუსთაველი გააჩნია ახლა როცა დაიბადა და 12 საუკუნისთვის რასაც აკეთებდა ანუ ფაქტია რომ მსგავს რაღაცას და იმის განვითარებულ სიტუაციას შვებით ახლა ჩვენ რა ზოგადად ჰიპ-ჰოპ სამყაროში შვებიან მაგას ადრე ძირითადად უფრო პოეტები იყვნენ და ბიტზე არ ფაზრობდნენ ახლა ბიტზე ბაზრობენ და აკაპელაზე რაღაცა ხო აკაპელა იყო ჩოლა ხო მაგრამ აი გააჩნია შოთა რუსთაველი რომ დაბადებულიყო 2000 წლებში შეიძლება მართლა ძალიან მაგარი რეპერი ყოფილიყო რა გახიზიანებს ყველაზე მეტად შენს ოპონენტში ჩემს ოპონენტში რა მაგიზიანებს ყველაზე მეტად აბა რა გაღიზიანებს არაფერი არ მაგიზიანებს вообще არაფერი არ მაგიზიანებს გულსველად გავუნა მეცებირება ვინ მოგწონს როგორც არტისტი და არ მოგწონს როგორც პიროვნება ქანიე როგორც გახდა ეგ არ მომწონს მაგრამ როგორც არტისტი და აქამდე როგორც იყო ეგ ტიპი ძალიან მიყვარს ფული თუ საქმე თუ არა გაქვს ფულიც არა გაქვს აი საქმე რო არ გქონდეს და ფული რო გქონდეს რაღაც ეგრე სადაა მოსაბეზრებელი არის არა ეგრე სადაა საქმე რო არ გქონდეს და ფული გქონდეს ჩორა არის ვიღაცამ გაჩუქა ფული პროსტა არის ხალხი ახლა მაშინ ფულით რაღაცა საქმის გაკეთება ვიღაცასთან ბაზრობდი ამ თემაზე რა რომ მეთქი ანუ ძალიან ბევრჯერ შემეძლო და რავი ყოველ დღე შემიძლია ალბათ ყველაფრის დაკიდება ვაფშე და ვაფშე სხვა რაღაცის კეთება და ფულის შოვნა და ასე შემდეგ და ალბათ უფრო წყნარადაც ვიქნებოდი მეთქი რა მაგრამ პროსტა აი ამ ანუ საქმის გარეშე მე არ ვიქნები მეთქი და ბედნიერი არ ვიქნები და ალბათ ეგოისტი ვარ მაგრამ ანუ როგორც ვიბაზრეთ ერთხელ ცხოვრობს რა ძალიან მოკლეა და და გააკეთო ისაც ისწორდება ასე რომ საქმე რა გაწირე ჰიპ-ჰოპისთვის რა ბევრი რაღაცა გავუწევ ჰიპ-ჰოპისთვის პირადი ცხოვრება ნუ ეგ წარსულშია მაგრამ ფაქტია ხო გავუწევ პირადი ცხოვრება პირადი ცხოვრებაში ურთიერთობას გულისხმობ ვინმესთან თუ პირადი ცხოვრება ანუ ოჯახი რა ალბათ ანუ ბევრად უფრო კომფორტული იქნებოდა მაგალითად სხვებისთვის მე რომ არ გამეკეთებინა და სხვა რაღაცით თუ იქნებოდი დაკავებული მაგალითად და ასე შემდეგ მაგრამ აუი ხო აი ეგ თემაა რა ჯوارა მან თუ უბრალოდ მაინც ჰიპ-ჰოპი არ არის შუაში რა ეს სხვა რაღაცასთან დაუშვათ ხშენ ინჟინერი რო იყო და მაგაში ფული არ კეთდებოდეს დაუშვათ იგივე სიტუაცია იქნებოდა რა ნუ შენ მშობლებს ოჯახს ალბათ ენდომებოდა ისეთი საქმე გეკეთებინა ერთს ფული კეთდება მაგრამ ნუ ხო რაღაცეები ბავშვობაშიც გამიწირია იმისთვის რომ ჩემ უცნებას გავყოლოდი და ყველაზე ბოლოს რაც გავწირე ორჯერ წამოვედი სამსახურიდან იმის გამო რომ პროსტა მე ბეთლავ ეგ რამდენიც კიდეც აი
Просто იმიტომ რომ მეთქი აი ამით გავაკეთებ პოსტ თქო არ მინდა. 7 ცხოვრება გავწირე იქ. გაწირე თუ რეალურად შეიძლება განთავისუფლდე აი ეს თემა რა. შენი ოპონენტის ყველაზე ძლიერი და სუსტი ლაინი. სუსტი ვიცი. ოპონენტის კი არა, ჩემ ლაინს ვერ ვიმახსოვრებ ნორმალურად. ხოდა. კაცი სუსტი ლაინი არც ერთი არ არის სუსტი ლაინი, ეს ლაინი რო არ იყოს, დანარჩენი ლაინებიც არ იქნებოდა, ну რაღაცა სხვა ვაგებ. აი კარაჩა. მე შენები არ მახსოვს, მაგრამ აი ჩემ თავს ვეტყოდი, რომ აი ეს არის სუსტი ლაინი და უბრალოდ აი ზუსტად ვიცი რის გამოც გავაკეთე. მაგრამ საბოლოო ჯამში აღარ გამოდის სუსტი, იმიტომ რომ რაღაცა დანიშნულება ქონდა მაგ ლაინს რა, კონკრეტული, რომ აი ხალხი რო რაღაცებს რა დაიწყებს ხოლმე, აი მაგისტვის დაწერილი ლაინები ყოფილა რა. და სხვათა შორის ძალიან ბევრჯერ ეგეთი რაღაცა ხდებოდა, რომ ალბათ ძალიან სუსტ ლაინებზე ხალხი იმინა გიждდებოდა. ხოდა ვისაც არაფერს არ იძახი და ხალხი ვაუ შოქშია. ტოტოსთან რო თვლი რა ენაზე თვლი? უნდა დასტრე. და ამაზე რომ გაგიჟდა ხალხი რა თქვა? просто რა თქვა ისეთი რომ აი ესე ვაუ იმენა ავტომატები გამოიღე. ეგაც არის. აი ვაუ ეფექტი იყო რა უფრო ხალხზე მოგია. ნუ ეგ ფლოუ რა, ანუ და ლაინი ხო სუსტია. და ანუ და მიდი და იფიქრე მე სუსტია ეს ლაინი თუ არ არის სუსტი. შენი ოპონენტის 3 სუსტი და 3 ძლიერი მხარე. კუჭი მაქვს სუსტი, და იზოგა მას ხშირად. ძლიერი მხარე არის ერთ-ერთი უეჭველი ფლოუ და მეორე ვაიბი. აი თუ არ არის ნუ ვაიბი. არა, ფიქრობ როგორ ჩამოვაყალიბან. აი თვითონ ტიპაჟი რო ხარ ისეთი რომ აი რასაც აკეთებ რა, ჰიპ-ჰოპს რო უხდება ეგ ალბათ რა. და სუსტი მხარეები ალბათ ძალიან ჩილხოდი გაგხოლმე თითქმის ყველგან. თუ რაღაცა გაგიჟება გაკლია ალბათ მაგეთყვი. ენა. ხო. იმიტომ რომ რაც არ უნდა დავწერო რა, ან შევიცადო რომ დავწერო, მე მაინც არ ვიცი ენა იმ დონეზე, როგორც აი მაგალითად შენიცი რა. იმიტომ მე ისურადროებეთ რა ასე თუ შევეტაკე ამ პრობლემას რა, რომ აი ანუ იმ დონეზე მაინც არ ვიცი რა. მაგრამ სწავლების პროცესში ვარ ასე ვთქვათ და განვითარებაში. შენი ძლიერი მხარე რავი, ანუ ენერგეტიკა, flow და ტექნიკა. ტექნიკა მისწორდება შენი ძალიან. სუსტი ხარე არის სუნთქვა. ისევ სუნთქვას შეეხება რა. ანუ ისე შეგიძლია დაალაგო. რომ არის იმის შანსი რომ მან სუნთქვა არ გეყოს, მაგრამ მაინც ისე ალაგებ რა, რომ ანუ ალბათ ეგ რა. ამოსუნთქვისთვის ტექსტის გაწირვა არ მევასება. კიდე ალბათ ის რომ თავიდან ძალიან იხარჯები და ბოლოს უკვე იღლები და შეიძლება არ გეყოს ანუ რაღაცა რომ ბოლომდე გავითვალისწინებ მაგებს. არა. რაც არის იმაზე. რა გიშლის ხელს? რა არ გიშლის ხელს? ვიცი, ძალიან ბევრი რაღაცა. ბევრი რაღაც გიშლის ხელს. არავი, აი ფინანსურ და მატერიალურ რაღაცებს რომ თავი დავანებოთ მაგ მხარეებს. არის რა ბევრი ხელი შემშლელი ფაქტორები ახლა რომ ჩამოთვალ და დავწვრილ მანდე რა. არა, ბაზარი. ამდიდიანი მეცაგების ჩამოთ. ნუ შენთვის თუ არის რამე ისეთი კონკრეტული რაც ჯობია რომ დაეწერათ რა არ გიშლის ხელს და ამაზე ალბათ უფრო აუ ისე რა კაი ქავერი გაგვიძრეს. ეგ რა მაგარი. აი ეს ტიპები რა. ერთი არის ცეცხლის და მეორე არის ყინულის.
ჯადოსნური კარუსელიდან. ხედავ საიდან გავიჩინე. ჩვენი დაჯახება იქნება, короче, ამათ ზიბიდის და ზიბეთის ორთაბრძოლა, ყინულის და ცეცხლის. ბაზარი არა, გამისადა პროსტი ძალიან და ეს გამისადა და მთელი გულით მეც წარმატებას გისურვებ. ძალიან აი უეჭველი ვიცი რომ ჩემი მხრიდანაც და შენი მხრიდანაც უეჭველი ვიცი რომ ძალიან ვიცი რომ საინტერესო იქნება.